პროექტი ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება, გურული ქალბატონების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას და მათ გააქტიურებას ციფრული ტექნოლოგიების ათვისების კუთხით ითვალისწინებდა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ბულგარეთის ელჩი საქართველოში დაესწრო, რომელმაც ქალბატონების მიერ შექმნილი სხვადასხვა ელექტრონული კონტენტები თუ პროდუქცია დადებითად შეაფასა. პროექტი ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება სტუდენტურ ახალგაზრდულმა სათათბირომ ციფრული პროფესიების ცენტრთან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი იყო ბულგარეთის საელჩო, ბულგარეთის განვითარების დახმარება. დღეს არის პროექტის ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება შემაჯამებელი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ბულგარეთის ელჩი, ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და პროექტის მონაწილე ქალბატონები, რომელსაც წარმოადგენენ თავის ნაშრომები, ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები, ციფრული წიგნები და ასე შემდეგ. ჩვენმა ორგანიზაციამ ციფრულმა პროფესიების ცენტრმა კიდევ ერთი პროექტი დახურა წარმატებით. ახალგაზრდა სტუდენტური სათათბიროს დაკვეთით და ბულგარეთის ელჩოს დაფინანსებით. პროექტის მონაწილეებს შორის კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, თუმცა ჩვენ შევარჩიეთ 60 გურული ქალი, ძირითადად მიგრანტები, რომელმაც ისწავლეს ძალიან ბევრი მიმართულებით და აითვისეს ციფრული ხელსაწყოების მთელი კასკადი. დაწყებული ფოტოპეა, ვიდეო გენერატორები, ფოტოშოპის სხვადასხვა მანიპულატორები და დამთავრებული AI ხელსაწყოებით. ფაქტობრივად მათ აითვისეს ძალიან ბევრი მიმართულება. ზოგიერთი მათგანი უკვე ქმნის ლოგოებს და ყიდის, მათ ააწყეს პროფესიონალური ბიზნეს გვერდები, გამართეს, შექმნეს ვებ გვერდები, ციფრული წიგნები, ანიმაციები და ჩემთვისაც აი დღეს როცა უყურებდი პრეზენტაციებს ვიყავი ძალიან ამაყი და ჩემთვისაც კი გასაკვირი იყო ამით ხაზი გაესვა იმას რომ ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს ზღვარი და მან შეუძლია აითვისოს ბევრი სხვადასხვა მიმართულების ინსტრუმენტი, რომელსაც საბოლოო ჯამში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტის სახით აყალიბებს და ქმნის. და გოგონება შეძლეს ის, რომ დღეს პრეზენტაციაზე 3 ან 4 სხვადასხვა სახის ციფრული პროდუქტი წარადგინეს. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი ისევ გაგრძელდება და კიდევ ბევრ გურულ ქალს გაუძლიერებთ ციფრულ უნარებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელ დროს. ეს პროექტი ძლიერი ქალი უდრის ძლიერ საზოგადოებას მარტო სწავლა არ ყოფილა ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ სხვა ქალბატონებისთვისაც. ეს იყო გზა სწავლიდან რეალურ პროექტებამდე, რადგან ბევრმა ქალბატონმა ეს სწავლა რეალურ პროექტებად ვაქციეთ და უკვე ბევრი დასაქმებული ვართ და დასაქმებული ვართ ამ სფეროში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, ბულგარეთის ელჩს, ბატონ კახას, ასევე ქალბატონ ნათიას და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს იაკოს. რადგან მისი პროფესიონალიზმი, მისი შემართება, მისი ენთუზიაზმი ყველა ეტაპზე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო და რა თქმა უნდა მხარდაჭერა მისი ჩვენს მიმართ. რაც ვნახე მონაწილეებისგან ეს იყო შედეგი პროექტის წარმატებული განხორციელებისა და რაც მთავარია მონაწილეები არიან კმაყოფილი თავიანთი შექმნილი პროდუქტის. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ პროექტი იყო ძალიან წარმატებული და ის ფული, რომელიც ბულგარელმა გადასახადის გადამხდელებმა საქართველოში პროექტის განსახორციელებლად მოგვცეს, დაიხარჯა მიზნობრივად, რადგანაც ძირითადი მიზანი ჩვენთვისაც და თქვენთვისაც, რაც არის საერთო, ეს არის საქართველოს განვითარება.